უცნობია, ვის მოაფიქრდა პირველად მიწიდან ჩქეფარე მინერალური წყლის ადამიანის ჯანმრთელობისთვის გამოყენება. თუმცა ისტორიული წყაროების მიხედვით ბალნეოთერაპია პირველად ეგვიპტელებმა და ბაბილონელებმა აღწერეს. უძველეს პაპირუსებსა და თიხის ფირფიტებზე შემორჩენილია მონათხრობები წყლის საოცარ თვისებებზე და მის გამოყენებაზე. სახელწოდება ბალნეოთერაპია ლათინური სიტყვისაგან ბალნეუმ, აბაზანა და ბერძნული სიტყვისაგან თერაპია, ანუ მკურნალობა მომდინარეობს. საქართველოს სამკურნალო თვისებების მქონე მთისა და ბარის კურორტებით მდიდარი ქვეყანაა. ამას ქვეყნის კლიმატური პირობები და მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალი განაპირობებს. ამ წყლების კეთილის მყოფელი გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ბალნეოთერაპია, ანუ მინერალური წყლებით მკურნალობა გამორჩეულად ეფექტური საშუალებაა დაავადებების პრევენციისა თუ მკურნალობისთვის და მას განსაკუთრებული გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე. მანენა ტაბიძე, ექიმი, რეაბილიტოლოგი და კურორტოლოგია. 50 წელზე მეტია დიდი სიყვარულით და რუდუნებით ემსახურება საქმეს, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს. განმარტავს ბალნეო მკურნალობის უპირატესობებს და მინერალური წყლების მნიშვნელობას სამკურნალო პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო კუთხით. ბალნეოთერაპია, ანუ ბალნეომკურნალობა, ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მინერალური წყლების, მტკნარი წყლების მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე და მათ გამოყენებას სამკურნალო პროფილაქტიკური მიზნით. სათავე ეს არის, როგორც დაიბადა ადამიანი, მას კავშირი ჰქონდა წყლებთან, ეს იყო სასმელი წყალი თუ შემდეგ უკვე ბუნებრივი მინერალური წყლები, რომელთა აღმოჩენა ხდებოდა თანდათანობით და ესე ემპირიულად გამოყენება ჯერ ჩვენი ძველი თაობების მიერ. ძირითადად ეს გამოიყენებოდა ალბათ უფრო გარეგანი ხმარებისთვის და ამის მიმანიშნებელია ძალიან ბევრი არქეოლოგიური გამოკვლევები, სადაც თქვენ იცით რომის თერმული წყლები, ეგვიპტელების მიერ გამოყენებული წყლები და თავისთავად თანდათანობით მინერალურმა წყლებმა და თვითონ წყლების ფაქტორმა, წყლის გამოყენების ფაქტორმა თანდათანობით დაემკვიდრა თავისი ადგილი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ ჩვენ გადავხედავთ საქართველოს პირობებში ამ სიტუაციას, უნდა გითხრათ, რომ საქართველოს იმდენად მდიდარია მინერალური წყლებით, რომ დაახლოებით 2300 მინერალური წყალი იყო შესწავლილი და მათი გამოყენება ყოველთვის ხდებოდა და ძირითადად მინერალური წყლები გამოიყენება როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი ხმარების საშუალებით. გარეგანი ეს არის აბაზანის, შხაპების გამორეცხების სახით და შინაგანი, როდესაც ჩვენ მინერალურ წყალს ვღებულობთ, ვსვამთ, ხაზგასასმელია ის, რომ მინერალური წყალი სამკურნალო ფაქტორია. საერთოდ არის გრადაცია, ესეთი მინერალური წყლები თავისი ქიმიური შემადგენლობით იყოფა სუსტი მინერალიზაციის, საშუალო, მაღალი მინერალიზაციის და მარილოვანი ხსნარები. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ 1 ლიტր წყალში რა რაოდენობის მიკროელემენტები და ქიმიური ელემენტებია გახსნილი. გამოყენება ამჟამად აქვს რამდენიმე მინერალურ წყალს. ეს თქვენ იცით, ძირითადად ეს არის ბორჯომი, ნაბეღლავი, ფლატე, საირმე. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ხდებოდა დაკვირვება მინერალური წყლების ზემოქმედებაზე ადამიანის ორგანიზმში. საინტერესოა ეს ფაქტი, რომ ეს ფაქტურად საქართველოში დაიწყო ბორჯომის მინერალური წყლის გამოკვლევით. საყოველთაოდ აღიარებული ბალნეოკლიმატური კურორტი ბორჯომი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მაღალი მთებით გარშემორტყმულ მდინარე მტკვრის ხეობაში ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს. ხეობის მოსახლეობა უძველესი დროიდან სარგებლობდა ბორჯომის მინერალური წყლებით. ამ ფაქტს ამყარებს მტკიცებულება გამოთლილი აბაზანა და 7 მცირე აუზის კედელი, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ეკატერინეს წყაროს მახლობლადაა აღმოჩენილი. თერაპევტ გასტროენტეროლოგი ნანა კურტანიძე მრავალი წელია როგორც ადგილობრივების, ასევე ბორჯომში ჩასული ვიზიტორების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. თავის ცოდნას და გამოცდილებას მომავალ თაობას უზიარებს და თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტი მისთვის დიდი სიხარული და გამარჯვებაა. ბორჯომი არის ბალნეოკლიმატური კურორტი და მისი საერთაშორისო ცნობადობა განაპირობა იმ უნიკალურმა მინერალურმა წყალმა, ბორჯომმა, რომელიც აქ მოიპოვება.
ბორჯომის წყლის მოპოვებას აქვს 2 საუკუნოვანი ისტორია, მაგრამ აქ წარმოებული გათხრების, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ თავდაპირველად ეს მინერალური წყალი გამოიყენებოდა მხოლოდ აბაზანებისათვის. ნანახია ქვით ნაშენები და ხით ნაშენები, აბანოები და აბაზანები. მაგრამ შემდეგ უკვე ივანე ჯავახიშვილმა მეცნიერულად დაამტკიცა, რომ არა მარტო აბაზანებისთვის გამოიყენებოდა ბორჯომის წყალი, არამედ დასალევათაც სამკურნალო თვისებების გამო. მაგრამ მისი როგორც სამკურნალო წყლად აღიარება მოხდა პირველად 1825 წელს. ბორჯომში მაშინ იმყოფებოდა ხერსონის გრენადერთა პოლკი. სამხედროებმა აღმოაჩინეს, რომ მდინარე ბორჯომულას მარჯვენა სანაპიროზე მოდიოდა თბილი მინერალური წყალი, აცნობეს პოლკის მეთაურს პოპოვი ვიღაც გვარად, რომელსაც აწუხებდა კუჭი. და მან დაიწყო სისტემატურად ყოველდღე ამ წყლის მიღება და მიაღწია სასურველ შედეგს. მოეხსნა ტკივილები და განიკურნა. მისივე ბრძანებით აი ამ წყაროსთან გაუკეთეს წყაროს ქვის შემოღობეს ქვით და იქვე აშენეს პატარა ქოხი. რასაკვირველია, ეს ინფორმაცია გავრცელდა თავდაპირველად ჯარში და გორში იმყოფებოდა ამ დროს ქართული გრენადერთა პოლკი. მისი ექიმი ჩამოვიდა გვარად ამიროვი, ჩამოვიდა ბორჯომში, რათა შეესწავლა აქ არსებული სამხედროების საცხოვრებელი პირობები და თანაც პირველად აწარმოა მეცნიერული დაკვირვება ბორჯომის წყალზე. გაჩერდა დიდი ხნის განმავლობაში, ღებულობდა თვითონ და აძლევდა სამხედროებს ბორჯომის წყალს და ნახულობდა არნახულ შედეგებს. რასაკვირველია, თანდათან ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა და უკვე 1851 წელს ამიერკავკასიის მთავარმართებელი გოლოვინი, ძალიან ცნობილი პიროვნება, რომლის შვილსაც ეკატერინეს ჰქონდა სავარაუდოდ წყლოვანი დაავადება კუჭის, სპეციალურად გამიზნულად ჩამოვიდა ბორჯომში სამკურნალოდ, ხანგრძლივად დაყო აქ პერიოდი და განიკურნა სრულად. იმ წყაროს, საიდანაც ეკატერინე სვამდა, პირველი წყარო და ეკატერინესკი დაერქვა, ხოლო მეორე წყაროს, იქვე გვერდზე მეორე წყაროც იყო, იმას დაერქვა ევგენიევსკი, გოლოვის ევგენი ერქვა სახელი. რასაკვირველია, ეს ინფორმაცია თანდათან გავრცელდა და მიაღწია სამეფო დინასტიამდე, რომანოვებამდე. რომანოვებმა იქ ლიკანის ტერიტორიაზე გაიკეთეს საზაფხულო რეზიდენცია. კურორტ ბორჯომს საინტერესო და მდიდარი ისტორია აქვს, რომლის შესწავლასაც მრავალი დისერტაცია, მონოგრაფია თუ სტატია აქვს მიძღვნილი. განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია დიდი ქართველი თერაპევტის, საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების ერთ-ერთი ფუძემდებლის ალექსანდრე ალადაშვილის შრომა ბორჯომის მინერალური წყლის საჭმლის მომნელებელი ორგანოების მთელ რიგ ძირითად ფუნქციებზე მოქმედების შესწავლისათვის. ბალნეოლოგიური მკურნალობისა და მინერალური წყლების ჩამოსხმის გასაუმჯობესებლად ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შემუშავდა ბორჯომის როგორც კურორტის განვითარების გენერალური გეგმა და პირველად 1891 წელს დაიწყეს მინერალური წყლის ჩამოსხმა. ბორჯომის მინერალური წყლის სულ უფრო მზარდმა პოპულარობამ განაპირობა მისი გამოყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. განსაკუთრებულად მინდა გამოვყურა, რომ ბორჯომი იყო საკავშირო კურორტი საბჭოთა კავშირის დროს და მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გასტროენტეროლოგიური პროფილის პაციენტები იყრიდნენ თავს აქ. დასასვენებელი სახლი განსაკუთრებულად იყო VCSPS სანატორიუმი, ანუ ბორჯომი-ლიკანის სანატორიუმი, სადაც მთელი კავშირის მასშტაბით ჩამოდიოდნენ დამსვენებლები და იყო ბაზა აღნიშნული სანატორიუმი სამედიცინო ინსტიტუტისათვის. ანუ ეს რას ნიშნავდა? ყველა სადოქტორო, სამეცნიერო თემები გასტროენტეროლოგიაში მუშავდებოდა ბორჯომის სანატორიუმში, სანატორიუმ ლიკანში. აქ მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მედიკოსები, როგორიც არის ალექსანდრე არალდაშვილი, შიო გუგეშაშვილი, ფუსუ დიდებულიძე და ასე შემდეგ, რომელთა მიერაც მოხდა აქ არა მარტო
თავიანთი დისერტაციების დაცვა, არამედ მომზადდა მათი სტუდენტებისა და მათი ასპირანტების მიერ არაერთი დისერტაცია და მე იმ პერიოდში, როდესაც შიო გუგეშაშვილი აქ მოღვაწეობდა, ვიყავი სტუდენტი და სტუდენტები ზაფხულის პერიოდში ვეხმარებოდით აქ მომუშავე ექიმებს, ანუ დოქტორანტებს, ასპირანტებს, ვუმუშავებდით მასალას სამეცნიერო კვლევებისათვის და ძალიან აქტიური სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობს. წყლოვანი დაავადებების მკურნალობა ბორჯომის წყლით განსაკუთრებულად მინდა გამოყო ბორჯომელი მედიკის მიხეილ თვაური, რომელიც წლების განმავლობაში იყო სანატორიუმის დირექტორი, სამხედრო ექიმი იყო, რომელსაც ეკუთვნის და მეორე ექიმი ემანუელ დვალიშვილი, რომელიც იყო სანატორიუმი ლიკანის მთავარი ექიმი, ამ ორ პიროვნებას ეკუთვნის მეთოდი კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის და ნაღლის ბუშტის გამორეცხვები ბორჯომის წყლის. მათ დაამუშავეს ეს მეთოდი და მათ მიერ იქნა დანერგილი პრაქტიკაში, რომელიც ამჟამადაც კი კეთდება. აქტიურად ვიყენებთ მკურნალობისას ნაწლავის გამორეცხვებს, ბორჯომის წყლით და კუჭისა და ნაღლის ბუშტის გამორეცხვებს. ეს მეთოდები დამუშავებულია ემანუელ დვალიშვილისა და მიხეილ თვაურის მიერ, რომლებიც ორივენი იყვნენ ბორჯომლები. რაც შეეხება თვითონ ბორჯომის წყალს. ბორჯომის წყლის სამკურნალო თვისებებში რა არის აღსანიშნავი? ჯერ ერთი რომ არის მინერალიზაციის ხარისხი 2-დან 7-მდე, ეს ძალიან კარგი რიცხვებია. აგრეთვე მისი pH-ი არის 6.7-დან 6.9-მდე და რას აკეთებს? მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ლიპიდების სვლაში. აბალანსებს ორგანიზმის მჟავატუტოვან წონასწორობას. ახდენს დეზინტოქსიკაციას ორგანიზმისას. ანუ გამოყოფს შლაკებს ორგანიზმიდან, აწონასწორებს მჟავატწონასწორობას ორგანიზმში, მომნელებელ წვენებში, აი კუჭის წვენის მჟავიანობას ხდის ნეიტრალურს. ასევე ხელს უწყობს სეკრეციას კუჭის წვენისას, ამიტომაც გამოიყენება ძირითადად კუჭნაწლავის დაავადებების დროს და მეტაბოლური პროცესების დროს, ანუ შაქრიანი დიაბეტის დროს, სიმსუქნის დროს. მაღლაწევს ორგანიზმის იმუნიტეტს და ზოგადად ამდიდრებს ორგანიზმს მინერალებით. პირველ რიგში აღნიშნოთ კუჭნაწლავის დაავადებების დროს რა შემთხვევაში გამოიყენება. როგორც აღნიშნეთ, კუჭის ქრონიკული დაავადებების დროს ეს არის გასტრიტები, არის წყლოვანი დაავადება კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის, ნაღლის ბუშტის ქრონიკული ანთება და პანკრეასის ქრონიკული ანთება, ანუ ქრონიკული პანკრეატიტი და ქრონიკული ხოლეცისტიტი. ასევე ნაწლავების დაავადებების დროს, ძირითადად ყაბზობის დროს. რა პროცედურები კეთდება ამ შემთხვევაში? განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ და დიდი მოთხოვნილება და ძალიან ისეთი კარგი შედეგებით ნაწლავების სიფონური გამორეცხვები ბორჯომის წყლით, ანუ ირიგაცია ნაწლავების ბორჯომის წყლით. ასევე კუჭის ამორეცხვები და 12 გოჯა ნაწლავის და ნაღლის ბუშტის გამორეცხვები ბორჯომის წყლით. სასურველი შედეგებით. რაც შეეხება აბაზანებში გამოყენებას, ბორჯომის სანატორიუმები აღჭურვილი არის მინერალური წყლის აბაზანებით. კეთდება ეს 30-40 წუთის განმავლობაში აბაზანა, რომელიც გარდა იმისა, რომ იწვევს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, სხვადასხვა დერმატიტების დროს, აქვს სედატიური, ანუ დამამშვიდებელი ზემოქმედება ორგანიზმზე და მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაში. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ანუ იწვევს წონაში კლებას. გარდა ბორჯომის წყლისა, ბორჯომში ასევე არის გოგირდოვანი წყალი, ეს პლატოზე, ბუნებრივი თბილი, ზამთარ-ზაფხულ მოქმედია და უშუალოდ აი გოგირდოვანი აბაზანები ინიშნება დერმატოლოგიური პროცესების დროს. სხვადასხვა დერმატოლოგიური დაავადებებისას და უთანაბრებენ, იცით ალბათ, ნუნისის სამკურნალო წყლებს თავისი მოქმედებით. ხანგრძლივობა აბაზანის, როგორც ვთქვით, 20-30 წუთის განმავლობაში თბილია. ზამთარ-ზაფხულ, ასე რომ ზამთარშიც შეიძლება ამ აბაზანების მიღება და გარდა იმისა, რომ ეს ღია ცის ქვეშ არის, ასევე ბორჯომის სოფელ ახალდაბაში
ამოდის ასევე გოგირდოვანი წყალი, სადაც უკვე გადახურულ შენობაში არის მოქცეული და ზამთრის პერიოდშიც თავისუფლად შეიძლება მისი მიღება. ხანგრძლივობა ზოგადად ბორჯომის წყლით მკურნალობისა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დროს 20-25 დღის განმავლობაში ჩაითვლება, რომ ერთი კურსია და მიიღება 200-300 მილილიტრის რაოდენობით სამჯერ დღეში ჭამამდე 9 საათი 40 წუთით ადრე. ძალიან ეფექტური არის მინერალური წყლით ინგალაციები. ეს როგორც აი ბანალური სიმშრალის, ყელის სიმშრალის დროს მაგალითად. ანდა ვირუსული ინფექციების პერიოდში, ზედასასუნთქი გზების ინფექციების დროს ძალიან ეფექტურია ინგალაციები ბორჯომის წყლით. ასევე თვალის დაავადებების დროს, კონიუნქტივიტების დროს თვალის გამორეცხვა მინერალური წყლით. კულინარიაში გამოიყენება. ძალიან ბევრ შემთხვევაში მოზელვა ცომის ბორჯომის წყალში აფუებას იწვევს ძალიან კარგად, განსაკუთრებულად მაწონთან ერთად კავშირში. ასე რომ აი კულინარიაში ფართედ გამოიყენება. ბორჯომის წყლის მიღებას და შენახვას თავისი პირობები და წესი აქვს. მანანა ტაბიძე განმარტავს, რომ მინერალური წყლებით მკურნალობა შეიძლება 3-დან 6 კვირამდე გაგრძელდეს. მკურნალობის ხანგრძლივობას დაავადების ხასიათისა და ავადმყოფის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით ექიმი საზღვრავს. სხვადასხვა დროს გამოცდილ მეთოდებს პაციენტებთან მკურნალობისას ახლაც ინტენსიურად იყენებენ. რამდენიმე დღის მანძილზე მას სტაბილურად შეუძლია 2-3 დღე ბორჯომის წყალი თქვენ გქონდეთ. არაფერს არ შეეცვლება მისი თვისებები. საწავა მისი არის ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, რომელიც მის შემადგენლობაში შედის, იქ არის. ლაპარაკია რაზე იცით? აი, როდესაც ჩვენ ბორჯომის მინერალურ წყალს გამოვიყენებთ ბოთლით და გავხსნით ბოთლს და ისეთი ნახშირორჟანგის გაზი ამოვარდება, ხო, ბოთლიდან. ეს არის კონსერვანტი. ელემენტარულად, აი ისიც მე-19 საუკუნეში ზუსტად რუსმა ქიმიკოსებმა დაადგინეს, რომ აი ნახშირორჟანგის დამატება ბოთლში იწვევს კონსერვაციას წყლის და უკვე შესაძლებელი გახდა ამის შემდეგ გატანა ბორჯომის წყლის უკვე საზღვარგარეთ, თუნდაც საქართველოს გარეთ. და რამდენიმე დღე თქვენ რომ ჩაასხათ ბორჯომი და წამოიღოთ თბილისში 2-3 დღე თავისუფლად შეგიძლიათ დაალიოთ, სიგრილეში თუ იქნება მით უმეტეს. რა თქმა უნდა, შემოვიდა ძალიან ბევრი ახალი სამკურნალო, ფიზიოთერაპიული აპარატურა, რა თქმა უნდა, ძალიან წინ წავიდა ფიზიოთერაპია. მე მქონდა ლაპარაკი ვთქვათ ბალნეოთერაპიასთან დაკავშირებით აბაზანის მიღების მეთოდიკა და წყლის მიღების მეთოდიკა არ შეცვლილა, მაგრამ ძალიან გამდიდრდა სხვადასხვა ახალი სამკურნალო პოტენციალი ძალიან გამდიდრებული არის სხვადასხვა ფიზიოთერაპიული პროცედურებით, სხვადასხვა გამაჯანსაღებელი აპარატურით, ისე რომ მანდ წინა ვართ, ძალიან წინა ვართ. ბორჯომის ჰავის გენეზისში მესხეთის და თრიალეთის ქედებისა და მათში შემავალი მთების ზეგავლენის გარდა წამყვანი მნიშვნელობა კურორტის გეოგრაფიულ მდებარეობას ენიჭება. ანუ ატმოსფეროს ცირკულაციურ პროცესთა იმ კომპლექსს, რომელიც გაბატონებულია ამ რეგიონში. სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა ადამიანის ორგანიზმზე მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ახდენს. როგორც კლიმატური კურორტი, გაჯერებულია რასაკვირველია ჟანგბადით ბორჯომის აერი, ამიტომ იშვიათად რომ ბორჯომელ პაციენტს აღენიშნებოდეს ჰიპოქსია. აქედან გამომდინარე, ბორჯომში არის სოფელი ლიბანი, სადაც წლების განმავლობაში იყო ტუბერკულოზით დაავადებულთა დასასვენებელი სახლი და განსაკუთრებულად აი ლიბანის მიკროკლიმატი ფილტვების დაავადებების დროს დადებითად მოქმედებდა. ასევე არის პატარა სოფლები ცემი, განსაკუთრებულად ბავშვებისათვის დიდი ცემი და პატარა ცემი, შედარებით მშრალი ჰავა ვიდრე უშუალოდ ბორჯომში, ამიტომ ისიც ფილტვებით დაავადებულ ბავშვთა ასაკისათვის ფართედ გამოიყენებოდა. არის ბორჯომში ვეძახით ფაფას, სადაც არის მიკროკლიმატი
ძალიან მშრალი ჰავა, სხვა უბნებთან შედარებით და იქაც აშენებულია სანატორიუმი, ასევე ფილტვების დაავადებულთათვის. ასე რომ არა მარტო ბალნეოლოგიური კურორტია, არამედ არის კლიმატური კურორტი და მისი კლიმატი განსაკუთრებულად ფილტვების დაავადებების დროს გამოიყენება. ბორჯომის ისტორიას და მის ყოფა-ცხოვრებას კარგად იცნობს 85 წლის ვალიკო ლომიძე, რომელიც გაზეთ ბორჯომის მთავარი რედაქტორია და 65 წელზე მეტია საყვარელ საქმეს ემსახურება. გვიყვება ნიკოლოზ რომანოვის და ვარვარა რომანენკოს სასიყვარულო ისტორიას. მუზეუმში ძალიან კარგი კაცი მუშაობდა ერთი. გადასარევი პიროვნება იყო ერთი ასეთი ხუჯაძე, გიორგი ხუჯაძე, რომელიც ასე კირკიტებდა სულ და აი ასე ფურცელ აგროვებდა ბორჯომის ისტორიას. და ველიკი კნიაზი ერქვა ამ ნიკოლოზ რომანოვს, მიხეილ რომანოვსაც ასევე ველიკი კნიაზი. ესე იგი დიდი კნიაზები იყვნენ. ესენი ძალიან დიდ საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდნენ ბორჯომში. პირველი ელექტროსადგური რუსეთის იმპერიაში ბორჯომში აშენდა, რომელიც აწარმოებდა დენს და აწვდიდა ჩამომსხმელ ქარხანას, რომელიც პარკში იყო. ჩვენ დავდიოდით იქ და ძალიან გვინდოდა რომ ამ ქალს, რომელიც პირადად იცნობდა კი არა თვითონ რომანოვის ოჯახში, სახლში იყო დიასახლისი, იმას როგორმე ეთქვა ჩვენთვის ყველაფერი. ახლა რა ვიცით ჩვენ ამ ვარვარას შესახებ? ვისთანაც მივედით, ნიკოლოზ რომანოვი თავდაპირველად შეყვარებული ყოფილა თავის ბიძაშვილზე, დედის მხრიდან, რაც მიუღებელი იყო მართლმადიდებლური ქრისტიანობისათვის. ამიტომ უარი უთხრეს და სიყვარულში გულგატეხილ ნიკოლოზს ცოლი აღარასდროს შეურთავს და არც შვილი ჰყოლია. თუმცა მოგვიანებით შეყვარებია ვარვარა დავითის სასული რომანენკო. ჯერ კიდევ პატარა ვარვარა რომანენკოს ოჯახი უკრაინიდან, კერძოდ პოლტავიდან წაღვერში ჩამოუსახლებიათ. რუსულთან ერთად ქართული კარგად შეუსწავლია. თავდაპირველად ვარვარა რომანენკო ნიკოლოზის ძმის სერგო რომანოვის სასახლის მეთვალყურის კუხარევიჩის მეუღლე იყო. ხოლო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ამავე სასახლის ახლად დანიშნულ მეთვალყურეს ერმოშკინს გაჰყვა ცოლად. შემდეგ ვარვარა მეუღლესთან ერთად სამუდამოდ გადავიდა ლიკანის სასახლეში, სადაც ვარვარა 1959 წლამდე მუშაობდა. თავისი სილამაზით განთქმული ვარვარა სასახლის შეუცვლელი დიასახლისი და უერთგულესი მეგობარი იყო ნიკოლოზ რომანოვის, რომელიც ასევე ეთაყვანებოდა მას. მათი სიყვარულის ამბავი და ურთიერთობა ხანგრძლივი იყო, მაგრამ ქალის დაბალი წარმომავლობის გამო კნიაზ ნიკოლოზს არ შეეძლო მისი ცოლად შერთვა. სასახლის დიასახლისმა სიკვდილამდე 1958 წლამდე იცხოვრა ბორჯომში. და ის საიდუმლო რაც იყო მაშინ მე და ბატონი ხუჯაძე რომ მივედით, ეს იყო ზუსტად 58-57 წლები. ვინდოდა აი ის წლები, როცა ის რომანოვთან ცხოვრობდა და ფაქტიურად ფიქტიური ქორწინების პირობებში იყო. ამათ შეეძინა ორი შვილი. ამიტომ ერთი შვილი გააჩუქა ამ ნიკოლოზმა წაღვერში და მეორე შვილი გააშვილა ლიბანში, სოფელი გვაქვს ასეთი პატარა დასახლება. ამ შვილის პირველი შვილის შთამომავალი არის აბაშიძეები იყვნენ ხარაგაულიდან გადმოსულები და წაღვერში დიდი წვლილი შეიტანეს ამ განვითარებაში. ეს აბაშიძე დღეს იმათი შვილი დღესაც ცოცხალი არის, თბილისში არის. ვალიკო ლომიძე იხსენებს ინტერვიუს ბორჯომელ ნიკოლოზ მიქაბერიძესთან, რომელმაც თავს გადამხდარი ამბები უამბო 1942 წელს დიდი სამამულო ომის ქრონიკაზე, კავკასიის დაცვის საქმეზე და იალბუზის წვერიდან ფაშისტური დროშის ჩამოხსნაზე. მოსკოვიდან წამოყვანილი ყავდა ძალიან ძლიერი გუნდი და მე მაგას დაემატა აქ ადგილობრივი მთაში ცხოვრები. მაგალითად აი ეს მიქაბერიძეები, განსაკუთრებით დიდი ბრძოლები გადაიტანეს სვანებმა აი იმ პერიოდში, ეგრეთ წოდებულ აი კავკასიონის დაცვის საქმეში. და ეს ადამიანები მე შეხვედრილი მყავს და ამათმა მითხრეს რომ აგვიძახეს, ბერია იყო ჩამოსული, რომელიც იცავდა კავკასიონსა და გვითხრეს რომ იქიდან დროშა უნდა მოვაცილოთო. წავედითო და ის დროშა ჩვენ ჩამოვხსენითო. რაც კი მაშინ საქართველოში თასვლელები და ეგრეთ წოდებული მთაში ცხოვრები ვაჟკაცები იყვნენ,
ყველა ჩვენ გვერდზე დადგაო და წავედითო და მოხსენითო გერმანული დროშა, რომელიც აღმართული იყო იქ წლების მანძილზე, რაც შემოვიდნენ ისინი აღმართეს იქ მაშინ ის მყინვარწვერზე, გადმოვაგდეთ ის დროშაო და აღმართეთ საბჭოთა დროშაო. ამიტომ ბერიამ დიდი მადლობა გადაგვიხადაო და გითხრა რომ თქვენს ამაკს არ დავივიწყებო. მაშინ ბერიამ დიდი საქმე გააკეთა კავკასიის და საქართველოს დაცვაში. 85 წლის ვალიკო ლომიძე ბორჯომის ისტორიის ნაწილია, რომელიც სათუთად უფრთხილდება ამბებს იმისთვის, რომ კიდევ მეტ ადამიანს გაუზიაროს. კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის აქციოს ბორჯომის საოცრებათა სამყაროდ, გასაოცარი ბუნებრივი პირობებითა და არანაკლებ საოცარი ისტორიებით. ისტორიას ქმნიან ადამიანები.